Ვის ხელში უნდა იყოს ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღები უკვე 3 საათია პარლამენტში ამ თემაზე შეხვედრა მიმდინარეობს. უცხოელი ექსპერტები დეპუტატებს, არასამთავრობოებს, კანონპროექტის ავტორებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ხვდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ეგრეთ წოდებული გასაღები უწყებაში უნდა დარჩეს, თუმცა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გარე კონტროლის ძლიერი მექანიზმი უნდა ამოქმედეს. ძალოვანი უწყების ინიციატივით გარე მაკონტროლებელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უნდა იყოს. რას ფიქრობენ ამ წინადადებაზე შეხვედრის მონაწილეები? ნინო სამყურაშვილი გვეტყვის. საპარლამენტო უმრავლესობას შორის აზრი გაიყო ორად. უმრავლესობის ნაწილი ფიქრობს, რომ ეგრეთ წოდებული გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა დარჩეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს პირიქით, თუმცა ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა და ეს უნდა იყოს მსჯელობის შემდეგ, მას შემდეგ, რაც კანონპროექტი მეორე მოსმენით დაბრუნდება საკანონმდებლო ორგანოში. რაც შეეხება უმცირესობის წარმომადგენლებს, ისინი აცხადებენ, რომ აუცილებელი არის, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით წვდომა ჰქონდეს მობილურ ოპერატორებს. უმრავლესობაში მობილური ოპერატორები არიან მთავარი, ვისაც აქვს ხელმისაწვდომობა ეგრეთ წოდებულ შავ ყუთზე. ამიტომ ამ მიმართულების ნაბიჯის გადადგმა იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი, მაგრამ თუ ამ გზით არ წავა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მე ვფიქრობ, სულ მცირე ყველაზე ქმედით მექანიზმი მაინც უნდა შეიქმნას, რომ პარლამენტის მეშვეობით, ან დამოუკიდებელი სტრუქტურის მეშვეობით მოხდეს გაკონტროლება იმის, რომ უკანონოდ არ ხორციელდებოდეს მოსმენები. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს თავისი პოზიცია, იგი ამ თავისი გადმოსახედიდან უყურებს ამ საკითხს, პარლამენტში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და გარდა ამისა ეს კომისია შექმნილია სწორედ იმიტომ, რომ დაიხვეწოს ყველა მთელი ეს მოსაზრებები და მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება. ჩემი პირადი აზრით აუცილებლად უნდა გავიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გასაღები. ისე არ არის, რომ მარტო პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა, ჯერ ესეთი ეს ფიგურაც თვითონ და ეს ინსტიტუტიც არ არის ესეთი ხელწამოსაკრავი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს. სერიოზული ინსტიტუტია, რომელიც უშუალოდ ჩაერევა კონტროლში და შეადარებს მონაცემებს, რომელიც სასამართლოდან მოუვა და შესაბამისი სტრუქტურიდან მოუვა. გარდა ამისა, თვითონ სასამართლოს როლის ამაღლებაა ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც გარე კონტროლის ერთ-ერთი ქმედითი ფაქტორი. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს აქვს არჩევანი საბჭოურ სისტემასა და ევროპულ სისტემას შორის, როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, ევროპულ სისტემაში კი ასე არის, რომ მხოლოდ პირდაპირი წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით შინაარსობრივ ნაწილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივაზე მათ განცხადება არ გაუკეთებიათ. ჩვენ უყურებთ მაკონტროლებლის პოზიციიდან და ჩვენი პოზიცია არის შემდეგი. ვის ხელშიც არ უნდა იყოს ეგრეთ წოდებული გასაღების თემა, ჩვენი ერთადერთი საზრუნავი არის ეფექტური კონტროლი და საზოგადოების პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდობა.